Am კვირას ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა. ყურადღების ცენტრში კი სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და ეკონომიკური პროექტები იყო. 28-30 ოქტომბერს ერევანმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიას უმასპინძლა. სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ შეხვედრებზე ევროპარლამენტარებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგატებმა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული ინფრასტრუქტურის გამბლოკვას. სომხურმა მხარემ ევროპულ პარტნიორებს წარუდგინა პროექტი მშვიდობის გზაჯვარედინი. ასევე ხაზი გაესვა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას როგორც რეგიონში, ისე ევროკავშირთან. პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სომხეთის დელეგაციამ დააყენა აზერბაიჯანში დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიც.